მობილით გადმოვიყვანეთ, კომაში იყო ბავშვი, შემოვიყვანეთ სტამბულის კლინიკაში, ზოგადად ცერებრალური აქვს დიაგნოზი, ამას დაერთო სტატუს დისტონოს, რომელიც საქართველოს უიშვიათი დაავადება. ეს ერთი ბავშვი არის, რომელსაც ეს დიაგნოზი აქვს და თურმე საჭმელი გადასდიოდა ფილტვებში ბავშვს და არ ვიცოდით ჩვენ. ეხლა ჭამის რეფლექსები დაკარგა, ვერ იკვებება ბავშვი, ასე რომ ვთქვათ და ფიქრობენ, რომ გასტრო ის გააკეთონ კუჭიდან ჩაუდგან, ანუ სხვა გამოსავალი არ არისო. ჩინკანავდი, მომეცი. აი ეხავარ. ეხლა სჭირდება ფიზიოთერაპიები. მარტო ექს რომ გამოვიძახოთ $1000 გითხრეს პლუს მაგას მედიკამენტი და ბევრი რამე გითხრეს ძალიან. ფინანსები უჯერმა ყველა ფინანსი ამოუწურეთ კი ის ყველაფერი გავყიდეთ. მეგობრებო, 7 წლის სტატუს სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. დაყოვნება არაფრით არ შეიძლება. თუ ახლა არ დავეხმარებით, ბავშვს მეტი შანსი აღარ ექნება. საბრალო მშობლებმა მთელი ძალა და რესურსი ჩადეს თავიანთ შვილში. ახლა კი, როცა საბოლოოდ გამოჩნდა გადარჩენის შანსი, ისინი უბრალოდ ვერაფრით ვეღარ ეხმარებიან შვილს. მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი გააქვთ, რომლებიც არ გაწირავენ ბავშვს უცხო ქვეყანაში დაყენებისთვის. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.